ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში სათემო კავშირ იმედის წარმომადგენელმა კობა ცერცოძემ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სოფლის ყველაზე დიდი და საფრთხის შემცველი პრობლემა მეწყერ საშიში ზონები იყო, რომელთან დაკავშირებითაც სათემო კავშირმა იმედმა გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტული აქტივობა დაგეგმა. როგორც კობა ცერცოძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ ტიპურ მეწყრულ ზონაში საჩვენებელი სადემონსტრაციო ბაზა შეიქმნება, სადაც პატარა სათავე ნაგებობები მოეწყობა, რომელიც ცხადყოფს რა ტიპის მეთოდოლოგია უმჯობესი სოფელ თხინვალისთვის აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. შეხვედრაზე სათემო კავშირმა მოსახლეობას აღნიშნული გეგმა შეუთანხმა და ადგილობრივების ხედვები მოისმინა. საბოლოოდ ყველა შეთანხმდა, რომ სოფელში ეზოებთან არსებულ პატარა ეროზიულ ზონებს მოსახლეობა თვითონ გაუმკლავდება, თუმცა ძირითად ზონებში ქვის გაბიონების მოწყობაში ხელისუფლების დახმარებაა მნიშვნელოვანი, რადგან სოფელი ამ თვალსაზრისით კატასტროფის ზღვარზეა. შეკრებილმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან დახმარებას ელიან და ითხოვენ, რადგან სოფელი იცლება და თითოეული სახლი საფრთხის ქვეშაა. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი სოფელი და არა მარტო ჩვენი სოფელი. თვითონ მე ვცხოვრობ მაგ მეწყერ საშიში ზონაში. თვითონ პირადად მე განცხადება ახალგაზრდების გამგეობაში 4 წელია ვითხოვ. ჯერჯერობით რა ვიცი, ბევრგან გაკეთდა ჩვენი ენთუზიაზმის და ზოგის დახმარების გამგეობის, მაგრამ ეთყობა ისეთი რაღაც უნდა, რომ საკვანძო ადგილები ძირითადად სად არის, იმას უნდა ძალიან კარგი გამაგრება. თორე ზედაპირულად ახლა ჩემი ზონაში რაც არ უნდა ვაწვალო მე, თუ ქვევიდან ძირი ეთხრება, ხო არაფერს ვარ უშველით ამას. ვითხოვ ჩვენ ეხლა გთხოვთ მიიტანეთ ამბავი, სადაც ძირითადად არის უფრო საშიში ადგილები და საკვანძოები, ეს გაბიონებს ვითხოვთ ამას ჩვენ. და სადაც მიუდგომელი ადგილებია, უფრო ჩვენ საკუთარი რაღაცისთვის და მხოლოდ ცოტა დაგვაფინანსო. მოხედուն თუ არა, დედა 300 კომლიანი თხინვალი უკვე ნახევარი დარჩა გვერდ სოფელში. ასე მოგვეხმარონ ეს გაგვაკეთებიო, რომ აღარ დაინგრევს სოფელი და აღარ დაიცალოს. თუ არა, ცოტა ხანში სოფელი აღარ იარსებობს აქ. გზა არა იქ ჩემი მაშინ. მეწყერი მე მგონი მეწყერიათა წასულია შუავია თლიანად. და გაკეთება უნდა. მთელ სოფელს აქვს ეს პრობლემა, ხო? ჩემი მაშინ შემოსავალი ბატონო. იქ რო შემოდიხარ. არა აქ გზა. და სხვა ოჯახებსაც. სხვა ახლა გზა არა, სახლის გეიბზა რა, რა ვიცი, შევი ყველაფერი ვიცაცა. დღეს რაზე იმსჯერდეთ? დღეს ვინ სათავე გაკეთებო ჩემოდავი. უნდა გაკეთდეს სათავე. რაღაც გაკეთდეს. დღეს უნდა იყაროს, შავარდნილია. რა ვიცი, კაცი არა ჩვენ. ხო, ხელისუფლებას. გავგავიკეთოს უნდა ბატონო. მანქანა ვერ შემოდის. აქედან კი გზა აკეთდიდან, აქედან ახლოა, აქედან 2 კილომეტრია ხარ რომ მოხვიდე. და ოჯახებსაც ემუქრებათ სახლებს ზოგადად საფრთხე ხო? და საფთანა მაერთი ჩემთან იქით. ვერ ამოხ. გუშინ ხალხის გაფრთხილებიდან და გამომდინარე რომ დავდიოდი სოფელში, რამდენი ოჯახიც მოვიარე, 2 ბრიგადა 80-მდე ოჯახი, ერთი ოჯახიც რო ნახე ისეთი, რომელსაც მეწყერის პრობლემა არ აქვს, ან უახლოეს ხანში არ შეექმნება. პროექტის პაგლებში ჩაფიქრებული გვაქვს ერთ-ერთ ტიპიურ მეწყერულ ზონაში საჩვენებელი სადემონსტრაციო ბაზის მოწყობა, რომელსაც ინოვაციური მეთოდებით ხალხის ხელთ არსებული ნედლეულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პატარ-პატარა სათავე ნაგებობის მოწყობა. დღეს ჩვენი პრეზენტაციის წარდგენის მიზანი იყო, რომ რასაც ჩვენ ვაპირებთ, ეს კიდევ ერთხელ შეგვეთანხმებია მოსახლეობასთან. რამდენად არის იქნება ეს მისაღები, რაიმე რაღაცა ისეთი ხო არ გამოგრჩა, რომ შეიძლება მეცნიერება ერთს ამბობს, მაგრამ ეს თეორია დაშორებულია რეალობიდან. რა იქნება იმ მასალები გამოყენებული, რაც ამას უფრო წაადგება საქმეს, რა იქნება, რამდენად ძვირიჯდება. თქვენ წესრიგებოდით ახლა ხედავდით, რომ ამერი იგი იყო წინააღმდეგობარმა ამას ჩვენ როგორ გავაკეთებთ, სახელმწიფომ გააკეთოს და იყო ამაზე მსჯელობა. და ჩამოყალიბდით ამაზე, რომ ის პატარ-პატარა ეროზიული მეწყერული ზონები, რომელიც ეზოსთან ახლოსაა და ჩვენ საკუთარი ძალებით შეგვიძლია გაკეთება, გავაკეთოთ ჩვენ. რაც ძირითადი ზონებია, იმ 2014 წელს გაკეთებული პროექტის პაგლებში, რომელმაც იდილეოდ გაამართლა და გვაქვს ნიმუში, როგორ იმუშავა, როგორ აკეთებს საქმეს, თუ რაიმე პატარა მინუსები ახლავს იმ საქმას, ისიც ვიცით და თუ პატარა კონსულტაციის გავლა იქნება, ეს უკვე გამოცდილია. იმუშავა არნახულად, გააკეთოთ თავის საქმე და გვინდა რომ სახელმწიფომ და გვინდა კი რომ ვალდებულიცაა და კიდეც მოვთხოვთ ამას რომ გააკეთონ, იმისათვის პრაქტიკულად კატასტროფის სტოლფას სიტუაციაში ვიმყოფებით ჩვენ.